ორ ფაქტს შევეხებით. პირველი, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლის არ მოწვევა. მეორე, ფოთში რუსეთის სრულიად ლეგიტიმურად აღმართული დროშის დაწვა. პირველი გახლავთ ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომა, მეორე გახლავთ ასევე ძალიან დიდი პოლიტიკური პროვოკაცია. რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყება თუ სურს ჩვენს ახალ ხელისუფლებას, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე აუცილებლად უნდა იყოს მოწვეული რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელი. მოშველიება იმ საბაბისა, რომ ორ ქვეყანას შორის არ არის დიპლომატიური ურთიერთობა, არის სრული ნონსენსი. იმიტომ რომ ორ ქვეყანას შორის არის დიპლომატიური ურთიერთობა მთავრობის წარმომადგენელთა დონეზე. მხედველობაში მყავს აბაშიძე და კარასი, რაც სრულიად საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელი მოწვეული იყოს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. რაც შეეხება ფოთში დროშის დაწვას, ფიქრობთ, რომ ამ პროვოკაციული აქტის განმახორციელებელი ყოველი პირი უნდა იყოს გამოძიებული და სასტიკად დასჯილი. თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყება. დიდი მადლობა. შეკითხვები ხო არა გაქვთ? ჩვენ უკვე დავიწყეთ, ასე ვთქვათ, გააქტიურება გარკვეულ დონეზე, მაგალითად გუშინ გავხდით გურჯაანში, ამასინად გავხდით გორში, მაქვს გარკვეული შეხვედრები, გვაქვს უпроსორად შეხვედრები მოსახლეობასთან და ვცდილობთ გავაქტიურდეთ იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც მუშაობას აკლებს დღევანდელი ახალი ხელისუფლება. ძალიან ბევრ რამეში ვეთანხმებით, მოგწონს, თავისუფლების აერით სუნთქავთ, დიდი მადლობა მათ, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით სამწუხაროდ არ გადაიდგა ის ნაბიჯები, რასაც ქართველი ხალხი მოელოდა. მეტის გაკეთება იყო საჭირო. რუსეთთან უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა, უნდა აღდგეს სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთის გავლით და რუსეთთან უნდა დაიწყოს ინტენსიური დიალოგი. იმიტომ რომ დრო არ ითმის. საქართველო არის სამ ნაწილად დაშლილი, თუ რუსეთთან ურთიერთობები სასწრაფოდ არ მოწესრიგდა, საქართველოს ტერიტორიული გამთიადების პროცესი პრინციპში ჰაერში გამოკიდებული დარჩა. აქამდე იყო ასეთი მიმართულება, რომ რუსეთზე საქართველოს ხელისუფლება, ყოფილი ხელისუფლება ცდილობდა საერთაშორისო ორგანიზაციების, დასავლეთის ქვეყნების ზეწოლის გზით მოეხდინა გავლენა და რუსეთს განახორციელებინა დეოკუპაცია. ეს გზა პრინციპში აღმოჩნდა არასწორი გზა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის არც მომავალში არ მოიტანს არავითარ ხეირს. ფიქრობთ, რომ რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგება უნდა დაიწყოს რუსეთის ინტერესების გათვალისწინების ბაზაზე. თუ დავიწყებთ რუსეთის ინტერესების გათვალისწინებას, რუსეთიც იძულებული იქნება და სურვილიც ექნება ამისი, რომ დაიწყოს ჩვენი ინტერესების გათვალისწინება. პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ის არის, რომ რუსეთმა საქართველოს ბოდიშვიხტი თავი უნდა დაანებოს რუსეთის მოწინააღმდეგე სამხედრო ალიანსებში წევრობის ძებნას. უпроსორად საქართველოს უნდა გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და საერთოდ უარი უნდა თქვას ყოველგვარ სამხედრო ბლოკებში გაწევრიანებაზე. ეს უკვე იქნება რუსეთის ინტერესების გათვალისწინება და სწორედ ამ გზაზე გადის რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგება. არასაპარლამენტო ოპოზიციაში რაღაც გარკვეული ძვრები არის ამ მიმართულებით, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო ჯერჯერობით გამოჩნდნენ, ასე ვთქვათ, ცრუ მეგობრები რუსეთისა, ამ ნიშის მოპოვების და დაკავების სურვილის გამომთქმელნი, მაგრამ პრაქტიკულად ჩვენზე მეტი ამ მიმართულებით არც არავის გაუკეთებია, არც არავის ულაპარაკია, არც არავის დაუწერია.
და ჩვენ ვხშებით მედროშებ იმ თემისა, რასაც ქვია რუსეთთან ურთიერთობის მართლა მოწესრიგება, რომლის ბაზაზეც შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიული გამთლიანება ჯერ კიდევ, მაგრამ გაივლის დრო და ისევე როგორც საქართველოს გამთლიანება ვერ მოხდება, ვთქვათ, იმ ტერიტორიების შემოერთება, რომელიც დღეს თურქეთში გვეულება და წარე ნოსტალგიად გვახსოვს. ასევე შეუძლებელი გახდება აფხაზეთზე ფიქრი და ცხინვალის რეგიონზე ფიქრი გარკვეული პერიოდის შემდეგ. ამიტომ ეს ძალიან საშუალო საქმეა. მე ხშირად მეძახიან პრორუსული ორიენტაციის და ასე შემდეგ. რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას, იმას რომ რუსეთთან ომს, რუსეთთან მეგობრობა ჯობს და ურთიერთობა ჯობს დიპლომატიურ დონეზე, თუ პრორუსობა ქვია, კი ბატონო, მე არ მეშინია ამ ტერმინის, მაგრამ ამას არ ქვია პრორუსობა. ამას ქვია საკუთარ სამშობლოზე დღედაღამე ფიქრი. წინააღმდეგ ყველა იმ პოლიტიკური ძალისა, რომელიც სამშობლოს ინტერესებზე მაღლა აყენებს საკუთარ პოპულიზმს და დღეს პოპულარულ დასავლურ ორიენტაციას იჩემებს და ამით ანგრევს საქართველოს. 20 წელიწადის განმავლობაში, რაც დამოუკიდებლობა მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. საქართველო დაიშალა სამ ნაწილად. კიდევ რა უნდა მოგვივიდეს ხო? მეტი რა უნდა მოგვივიდეს. ნუ თუ წინასწარ თუ არის ძნელი ამის დანახვა და განჭვრეტა. ჩემთვის არ ყოფილა, ცხონებულ ვახტანგ გოგუაძისთვის არ ყოფილა. კიდე სხვა ბევრი არიან ხომ? ჩემი მეგობრები აგერ გვერდით მიზიან. ფაქტის შემდეგ, მომხდარი ფაქტის შემდეგ მაინც ძნელია იმის დანახვა, რომ ეს გზა ანგრევს საქართველოს. რა არის აქ გასარკვევი, ასე ვთქვათ, და ვისი მოიმედევართ ჩვენ, რომელიღაცა ევროპელი ტელევიზორში რომ გამოყოფს თავს და აღშფოთებას და შეშფოთებას რომ გამოთქვამს იმ მდგომარეობის გამო, რომელშიც საქართველო აღმოჩნდა. ეს საკმარისია საქართველოსთვის? სად არის შედეგი იმ აღშფოთებისა და შეშფოთებისა? აქ რომ საომარი ოპერაციები მიმდინარეობდა, სად იყვნენ ევროპელები და ამერიკელები? სად იყო ნატო, რომელშიც ჩვენ არ შევსულვართ, მაგრამ სულ გვეპატიჟებიან. მობრძანდით, კარები ღიაო, გვეძახიან ამდენი წელიწადია. თუ კარები ღიაა, რატომ არ გვიშვებ ჩიდი? აი მე გთხოვეთ თქვენ რომ დღეს მინდა ბრიფინგი ჩავატარო. თქვენს პრეს-კლუბში, ხო? დამხვდა კარები ღია და როცა მითხეს მობრძანდიო, შემოვედი, ხო? კარებია ღია 24 საათი, მაგრამ სანამ არ მეტყვით რომ მოდიო, მანამდე ხარ შემოვარდები რა. ისინი არ გვეუბნებიან მობრძანდითო, ისინი გვეუბნებიან, გვატყუებენ, კარები ღია, ოდესმე ჩვენ მიგიღებთ ჩვენს ალიანსში. ტყუილია ეს, ვერსად ვერ მიგვიღებენ. ვერ მიგვიღებენ, უბრალოდ ძალიან დიდი სურვილის რო ქონდეთ. ისეა პოლიტიკური განლაგება, ისეთნაირად არის პოლიტიკური განლაგება მოწყობილი, რომ ეს შეუძლებელია. სხვათა შორის, თუ გახსოვთ, თქვენ ნინო შუბლაძეს რო ხონდა ინტერვიუ დიმიტრი მედვედევთან. მედვედევმა საოცრად სწორად აგვიხსნა, რომ ჩვენთვის ნატოს კარი ღია კი არ არის, სწორედ რომ დახურულია. როდესაც ჩვენმა კოლეგამ, ძალიან ნიჭიერმა ჟურნალისტმა ნინო შუბლაძემ კითხა ბატონ მედვედევს, თქვენო შეგვიშლითო ხელსო ნატოში ჩვენს გაწევრიანებაშიო? მედვედევმა უთხრა, ჩვენო ვერ შეგიშლითო ხელსო. იმიტომ რომ ჩვენ ამ ალიანსის წევრი არა ვართ. ჩვენ იქ არავინ არ გვეკითხება არაფერს. ჩვენ იქ არ გვისმენანო და ჩვენს აზრს იქ არ ითვალისწინებენ. ჩვენ როგორ შეგიშლით ხელსო? მაგრამო, აქედან იწყება საინტერესო. მაგრამო თვითონ ნატო შეგიშლით ხელსო. ნატო ვერ მიგიღებთ და არ მიგიღებთ ამ ალიანსში. შემდეგ არ გაშიფრა, რატომ? მაგრამ ჩვენ ხო გვაქვს პოლიტიკური განათლება იმდენი რომ გავშიფროთ ეს. იმიტომ რომ განსხვავებით საქართველოსგან, რომელიც არ ითვალისწინებს რუსეთის აზრს და რუსეთის ინტერესებს. თვითონ ნატო ეს უზარმაზარი ალიანსი, სადაც გაწევრიანებულია მთელი ის დასავლეთი, რომლის იმედად ჩვენ ვართ, ითვალისწინებს რუსეთის აზრს. იმიტომ რომ ამ უზარმაზარი სახელმწიფოს აზრის და ინტერესის იგნორირება ჩვენ კი არა, შეიძლება ნატოს დაუჯდეს ძალიან ძვირი. ეს მათ იციან. სამწუხაროდ ჩვენმა ხელისუფლებამ ვერც ერთ დონეზე, ვერც ერთ ეტაპზე ეს ვერ გაიგო. და მე ძალიან მწყდება გული რომ ჩვენი ახალი ხელისუფლება ისევ და ისევ ამ გზით აპირებს წასვლას. მათ ვერ ამოიღეს ლექსიკონიდან, ვერ დაივიწყეს ეს წეული სიტყვა ნატო იმისათვის რომ რაღაცა მოწესრიგება დაიწყოს რუსეთთან ურთიერთობაზე. აი თითქოს ჯიბრზე, ჯინაზე, ნატოში შევდიოთ. ვერ შეხვალთ ამ ნატოში. დამთავრდა ეს ნატო, დაიკეტა ეს კარები.
ისტორია წავა თავის გზით და მოსახდენი მოხდება, მაგრამ მე არ მინდა რომ მოხდეს ძალიან ტკივნეული პროცესები განვითარდეს. ყველაფერი მინდა მშვიდობიანად წარიმართოს, იმიტომ რომ ტკივნეული პროცესები, რომელიც განვითარდა საქართველოში ამ 20-22 წლის განმავლობაში, სავსებით საკმარისია. ბევრი სისხლი გაუყარეთ. ბევრი ადამიანი გაიქცა ჩვენგან, მოსახლეობის 1/13 გაქცეულია, იმიტომ რომ ლუკმაპურის საშუალება არ აქვს ხალხს და მონური შრომის ფასად ირჩენენ თავს თურქეთიდან დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებით დამთავრებული. აი ეს რეალობა გვაქვს და ეს უნდა გავაცნობიეროთ. ეცნობლებელი ვარ.